გაათვალიერებ აი ამ საკანს აქეთ-იქით გამოიხედავ და ფიქრობ, რომ აი შეიძლება სიკვდილამდე ამას უყურო. მაგის ალბათობა არსებობს და შეიძლება ეგრე იყოს და მაგას იაზრებ, რომ ოკეი, ან ამაზე თანხმდები და მაგ შემთხვევაში ხარ ამ ბრძოლაში, ან თუ მაგაზე არ მიდიხარ, ეგ ნიშნავს, რომ სუსტი წერტილი გაქვს და მაშინ უნდა შეეშვა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ ამ სუსტ წერტილს გიპოვიან, ამ სუსტ წერტილს გამოიყენებენ. ზურა ჯაფარიძე, გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი, გასამართლებული სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. თავისთავად ის რომ ყველა პოლიტიკოსი დაიჭირეს, ეგ რაღაცა თვისობრივად ცვლის მანამდე არსებულ რეალობას. ანუ გაჩვენებს იმას, რომ რეჟიმი უკვე შემდეგ საფეხურზე გადავიდა, რომ უკვე პოლიტიკოსების საჭირაში პრობლემას ვერ ხედავს. ზურა ჯაფარიძე ბრალდებული ასევე საბოტაჟისა და უცხო ქვეყნებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების სისხლის სამართლის საქმეებზე. მაგის გააზრებით გამოვედი, რომ ძალიან ცოტა დრო მექნება და ამ დროში რაღაცები უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი შანსია რომ მე როგორ შემატრიალო. ციხიდან გამოსვლიდან 3 დღეში, 22 დეკემბერს ზურა ჯაფარიძე კიდევ ერთხელ დაიბარეს სასამართლოში და ამჯერად საბოტაჟისა და უცხო ქვეყნებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გამო იმსჯელეს მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე. ჩემთვის გირაოს მოთხოვნა არის წითელი ცხვირის გაკეთება. რაც არის შეურაცხყოფელი. ისინი ცდილობენ რომ აჩვენო რომ მე გავწყდი. იმითი რომ რაღაც ნებისმიერი ბოდვას უნდა დავემორჩილო. მანდ მაქვს მე ჩემი პირადი პრობლემა რომ არ მინდა ეგეთი რაღაცის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ კი ის ამ გირაოს არ გადაიხდის, ისევ ციხეში აღმოჩნდება. მე მინდა გამოვიდეს რაღაცა დიდი ძალების გაერთიანება, სადაც ყველა იქნებოდა რეჟიმის წინააღმდეგია, მარტო პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალები არა. და რომელიც იქნება სიცოცხლის უნარიანი იმ შემთხვევაშიც კი თუ რა ვიცი 10 კაცი 20 კაცი დაგვიჭირეს. მაგ შემთხვევაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამ ინტერვიუში, რომელიც 29 დეკემბერს ჩავწერეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ პატიმრობაზე, პროტესტზე, წინააღმდეგობაზე და კიდევ ერთხელ მოსალოდნელ პატიმრობაზე. შიში არის ჩემი თავი ფაქტორი, რაც არის დასაძლევი. ყველა იქიდან მხარეს დგომა ყველა ფორმიანმა უნდა იცოდეს, რომ აქეთ დგას მისი ოჯახიდან ათესავები და მეზობლები და მეგობრები და თუ კი ვინმეს ისნობს, ყველა აქეთ უნდა იდგეს და მაგ შემთხვევაში რეჟიმი ჩერდება.